ქართული ოცნების საგარეჯოს მერობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიას აქტიურად აგრძელებს. ვახტანგ კაკუტაშვილი მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს დეტალურად ეცნობა, მოსახლეობას ხვდება და მათ საჭიროებებს პირადად ისმის. კანდიდატს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მმართველი გუნდის მიერ გამოცხადებული ნდობა პასუხისმგებლობას კიდევ უფრო უზრდის და როგორც აღნიშნავს, მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია მერად არჩევის შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მმართველ გუნდს ნდობის გამოცხადებისთვის. ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემი მშობლიური რაიონის მერობის კანდიდატად წარდგენა. ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა და დიდი გამოწვევაა და შესაბამისად ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებ, რათა ჩემი მშობლიური მუნიციპალიტეტისთვის გავაკეთო ბევრი სასიკეთო საქმე. დავიბადე საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, სკოლა დავამთავრე საგარეჯოში და შესაბამისად რამოდენიმე წელი მომიწია საგარეჯოს რაიონში შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა. აქედან გამომდინარე თითქმის ყველა სოფელთან მქონდა შეხება. კარგად ვიცი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ჩემი მერადამთხევი არჩევის შემთხვევაში გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ასევე ყურადღება და პრიორიტეტული იქნება საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება ახალგაზრდებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა. ყურადღება მიექცევა სოციალურ, ეკონომიურ და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.